პროფესიული განათლების სასწავლო კოლეჯების განვითარების გეგმებზე ისაუბრეს საჩხერის სოფელ ბაჯიჩი კოლეჯ სპექტრში. განათლების მინისტრა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა. საუბარი შეეხო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული პროგრამების განვითარებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შეთავაზებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას. სპექტრის აღნიშნული ფილიალი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შედუღება, ელექტროობა, ხის მხატვრობა, დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება. განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც რეფორმის ფარგლებში იდგმევა პროფესიული განათლების განვითარებისთვის, ის პერსპექტივები, რომელიც ამ პროცესთან არის დაკავშირებული, გავეცან იმ საქმიანობას, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით და რაც მთავარია ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით ხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი სახელმწიფო კოლეჯების საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების განვითარებას, მათ დახელოვნებას კონკრეტული სპეციალობების მიხედვით, შემდგომში კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე და რაც მთავარია რეგიონებში, სოფლებში მათ დამაგრებას და იქ საქმიანობას. იყო საინტერესო შეხვედრა თანამშრომლებთან, ესევე კურსდამთავრებულებთან. ჩვენ განვიხილეთ სამომავლო გეგმები, მინდა მინის მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ეს არის გამოხატულება თანადგომის, გამოხატულება იმისა, რომ პროფესიული განათლება უნდა იყოს უალტერნატივა.